ასე რომ სხვადასხვანაირი სამყარო არის ნელი ძილისა და ჩქარი ძილის სამყაროები და აი ჩქარი ძილის სამყარო გახლავთ ის რასაც სიზმრის სამყაროს ვეძახით და აღმოჩნდა განსხვავებით მოლოდინისგან რომ აი ამ სიზმრის სამყაროში ადამიანის ცნობიერება შედის დაახლოებით 5-6 ჯერ ღამის განმავლობაში. ფიზიოლოგიურმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ სიზმარი ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის საუკეთესო ინდიკატორია. ადამიანის ტვინის რომელიმე ფუნქციის დარღვევა ძილის ნორმალური სტრუქტურის დარღვევით გამოიხატება. დეპრესიულ ადამიანებს სიზმარი აქვს გახშირებული და გახსილებით უფრო ინტენსიური, ვიდრე ნორმალურ ადამიანს. შიზოფრენიკებს საერთოდ არ ახასიათებთ აი ეს სიზმრისეული ძილი, იმიტომ რომ მათი ეს აქტივობა გადმონაცვლებულია ღვიძლში, ხილვები აქვთ, галлюცინაციები აქვთ და მთელი რიგი დარღვევები. თუ ადამიანს ხელოვნურად მოусმოთ სიზმრის ნახვის საშუალებას, საწყის ეტაპზე მას ნერვული აშლილობა დაეწყება, შემდეგ კი ჰალუცინაციები. თუ ასე გაგრძელდა დაახლოებით 10 დღემდე, ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს. ეს ვარაუდი მეცნიერებმა კატაზე ჩატარებული ექსპერიმენტით გაამყარეს. მძინარე კატა ფიცარზე დასვეს და წყალში შეაცურეს. დაეძინე ფისო. ვიდრე კატას ნელი უსიზმრო ძილით ეძინა, მისი კუნთები შედარებით აქტიური იყო. მას შეეძლო მანევრირება და წყალზე წონასწორობის შენარჩუნება. სწრაფი ანუ სიზმრისეული ძილის დაწყებისთანავე კატა კარგავდა ბალანსირების უნარს. ფიცარი ყირავდებოდა და კატა იღვიწებდა. ამ მეთოდით კატას ხელოვნურად მოუსწეს სიზმრის ნახვის საშუალება. ექსპერიმენტის ბოლოს კატის სიცოცხლის უნარიანობა 0-მდე დავიდა და მოკვდა. სიზმარი ჩვენ ბიოლოგიურად გვჭირდება. ძილის დროს სხვადასხვა ორგანოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებები გამოიყოფა. დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმის საკვების გარეშე უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ძილის გარეშე. მართალია უილიამ შექსპირი, რომელიც იძახდა, რომ ძილი ყველაზე გემრიელი კერძიაო. სიზმარიც ძილის აუცილებელი ნაწილი, როგორც ჩანს, კერძიცაა ჩვენი ორგანიზმისთვის და ორგანიზმი იღებს რაღაც ნივთიერებებს ღამის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია მერე მისი დღისით ფუნქციონირებისთვის. სიზმარს სხვა, გაცილებით საინტერესო მხარეც აქვს. ის, რომელსაც მეცნიერები ვერც ურთულესი ხელსაწყოებით შეეხნენ და ვერც მრავალწლიანი ანალიზით გაუგეს რამე. მეცნიერული გონებისთვის ბევრი რამ ჯერ აუთვისებელ და შეუცნობელ ტერიტორიად რჩება. მუსლიმანურ სარწმუნოებაში არსებობს ერთი მეტად საინტერესო ტრადიცია. მას იშტიკარს უწოდებენ. როდესაც მორწმუნე ადამიანი გარკვეული დილემის წინაშე დგას და სწორ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, იწყებს 7 დღიან ლოცვას და მარხვას. 7 დღე იგი სიზმარში ელოდება სწორ პასუხს. თუ პასუხი ვერ მიიღო, მიიჩნევს, რომ ღმერთმა მას არ უპასუხა. ეს იშტიკარი გამოიყენა ირანის პრემიერ-მინისტრმა, როდესაც არ იცოდა ნაციონალიზაცია გაეკეთებინა ინგლისურ ირანული კომპანიების თუ არა და დაესიზმრა სინათლე, რომელმაც უთხრა, რომ ხალხს ბორკილების შეხსენება. მეორე დღეს მოაწერა ხელი ნაციონალიზაციას. გჯერა თუ არა სიზმრის, ჩვენ უამრავი შემთხვევა ვიცით.
როდესაც სიზმარი მომავალს წინასწარმეტყველებს. ჩვენს არაცნობიერს აქვს თუ არა პროგნოზირების უნარი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სიზმარზე მოქმედებს რა არა მარტო წარსული, არამედ მომავალიც. რომ ადამიანი არ შეიძლება ცხოვრობდეს აწყოში. ის აწყო უკვე წამში ხდება წარსული. ანუ ჩვენზე მოქმედებს როგორც წარსული, აწყო და მომავალიც. ის ქმნის ჩვენ იდენტურობას, ხო? და ეს მომავალი ძალიან ესეთი ის არის, თუ შენი ცნობიერი, აი დაუშვათ შევადაროთ ხაზს. თუ თქვენ ამ ხაზზე დგეხართ, ის რაც წინ არის არ ჩანს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მაღლა ხართ. მაშინ ჩანს ეს. ანუ ცნობიერების დონე თუ მაღალია, თუ გაცდა ყოველდღიურ რუტინას, თუ ის ჩაღმავდა, მან შეიძლება დაინახოს კიდევაც. ისეთი რაც ანიგრძნოს. თუმცა ამავე დროს არსებობს იმის საშიშროება, რომ სიზმარი არასწორად გავიგოთ და ამით ზიანი მივაყენოთ საკუთარ თავს. მაგრამ მეორე მხარე არის, რომ საშიშროება იმისა, რომ სიზმრის არასწორი ინტერპრეტაციით ჩვენ ზიანი მივაყენოთ ჩვენ თავს. ერთხელ მხედარ მთავარმა ხელმწიფემ სიზმარს მიმართა და სიზმარში დაესწრა, რომ დიდი ქვეყანა დაპყრობილი იქნება. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, შეეტია თუ არა. და დაესწრა, რომ დიდი ქვეყანა დაპყრობილი იქნება. მან დაიწყო ომი და დამარცხდა. სიზმარს ნაგულისხმები ჰქონდა სხვა, რომ ის დამარცხებულა. ანუ ეკლესიაც ამიტომ გვაფრთხილებს, ფრთხილად იყავით. ვისგან არის ეს? ის მისთვის ჩვეული, ასე ვთქვათ, სიმბოლიკით გეუბნება, ეს ეშმაკისგან არის, ანუ ცუდისგან არის თუ კარგისგან. ჩვენ ვეუბნებით, რომ არ დაუჯერონ სიზმრებს, იმიტომ რომ სიზმრები ხშირად ბოროტისგან არის. ადამიანი, როდესაც ყოველდღიურად უჯერებს აი ამ სიზმარს და ფიქრობს, რომ მეორე დღეს ეს არის სწორედაც ის ამბავი, რომელიც მას აინტერესებდა და შეიძლება და მომხდარიყო, იგი ხდება დამოკიდებული ამას. და მუდმივად ეძებს, რომ დაესიზმოს რამე და გინდაც არც არაფერი არ დაესიზმოს, ფიქრობს, რომ რაღაცა წინასწარმეტყველური არის მის სიზმარში. ანუ ადამიანი მიდრეკილია, რომ იხილოს სასწაული. ადამიანი ფიქრობს, თითქმის ყველა ადამიანი რაღაცით განსაკუთრებულია და აი ამ განსაკუთრებულობის გამო ღმერთი რაღაცა განსაკუთრებულს აძლევს სიზმარში, გინდა წინასწარმეტყველურ სიზმრებს, ან რაღაც გაფრთხილებას, ან თავისთვის, ან სხვისთვის. სიზმარს აქვს კიდევ ერთი საინტერესო თვისება. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ინტენსიურად ფიქრობს გარკვეულ საკითხზე და პასუხს ვერ პოულობს. შემდეგ გადაუჭრელი პრობლემა ძილში ჩაჰყვება და სწორ პასუხს სიზმარში იღებს. ცნობილია, რომ დიმიტრი მენდელევმა სიზმრის დახმარებით შექმნა ქიმიური ელემენტების პერიოდულობის ცხრილი. არაერთი ფანტასმაგორიული არსება მოხვდა სალვადორ დალის სიზმრიდან მის სიურეალისტურ ტილოებზე. მოცარტისთვის ხშირად სიზმარში მოსმენილი მელოდიები ქცეულა შთაგონების წყაროდ, ხოლო ფედერიკო ფელინის სიზმარში ნანახი და განცდილი ფილმებში სცენებად გადაჰქონდა. სიზმრისეული რეალობის კიდევ უფრო ღრმად შესასწავლად იტალიელი რეჟისორი ამერიკელ მწერალს და ანთროპოლოგს კარლოს კასტანედას შეხვდა. კასტანედამ ინდიელი შამანების მისტიკურ მოძღვრებაზე 11 წიგნი დაწერა. ფელინი მოხიბლული იყო კასტანედას შემოქმედებით და სურდა მის ნამუშევრებზე საავტორო უფლებები მოეპოვებინა, რომ შემდეგ ფილმი გადაიღო. მოლაპარაკებები წარმატებით მიდიოდა, თუმცა ბოლო მომენტში კარლოს კასტანედამ გადაიფიქრა. კარლოს კასტანედამ მეცხრე წიგნი სიზმრის ხელოვნებას დაუთმო. იაკის ტომის შამანებისთვის სიზმარი ალტერნატიული რეალობაა, რომლის მართვა შესაძლებელია. სიზმრის ხელოვნურად მართვის შესწავლას დიდი დრო და ნებისყოფა სჭირდება. პირველ ეტაპზე ზედაპირულ ძილში მძინარე ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის სიზმარშია და საკუთარ ხელებს შეხედოს.
სავარჯიშო მანამდე გრძელდება, ვიდრე მძინარე ადამიანი მკაფიო გამოსახულების სასურველი დროით შენარჩუნებას შეძლებს. შემდეგ ეტაპზე კი სიზმარში იმ ადგილას უნდა აღმოჩნდეს, რომელიც დაძინებამდე ჩაიფიქრა. ასე იწყება სიზმარში საკუთარი სამყაროს შექმნა, რომელიც საბოლოოდ იმდენად მომხიბვლელი ხდება, რომ იწყება ადამიანის რეალობასთან გაუცხოვება. ის, რაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია, მართულ სიზმარში შესაძლებელია. აქ ყველაფერი შესაძლებელია, რასაც ჩვენი ფანტაზია გაწვდება. აქ შეგიძლია იფრინო, გადაიქცეთ ცხოველად, ფრინველად, გახდე ვინც გინდა, შეხვდე ვისაც გინდა, სრული კონტროლი საკუთარ სამყაროზე. აი სად შეიძლება იყო რეალურად თავისუფალი. ინდიელი შამანებისთვის სიზმარში საკუთარი სურვილების და ამბიციების დაკმაყოფილება თვითმიზანი არ არის. ეს უბრალოდ ცნობიერების განსაკუთრებულ მდგომარეობაში გადაყვანის ერთ-ერთი საშუალებაა, რასაც ბუნებრივია გარკვეული საფრთხეც ახლავს. თუ ადამიანი რეგულარულად აიძულებს თავს ნახოს ის, რაც მას სურს, შესაძლებელია სიზმარმა თავისი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფუნქცია ვეღარ შეასრულოს. წართმევა ძილის და სიზმრის წართმევაც დიდი დოზით მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან სიზმარი ორგანიზმს თავისთავისთვის ესეჭიროება და ისე წარმართვა სიზმარისა მხოლოდ როგორც ადამიანს სურს, ყოველთვის სასურველი არაა. ერთხელ ჩინელ ბრძენს ჩუანძის ესიზმრა, რომ ლამაზი პეპელა იყო. ის მთელი დღის განმავლობაში უზრუნველად ყვავილიდან ყვავილზე დაფრინავდა. გაგვიძებული ბრძენი დაფიქრდა. ვინ იყო ის სინამდვილეში? ბრძენი, რომელსაც ესიზმრა რომ ლამაზი პეპელაა, თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრება რომ ჩინელი ბრძენია.